მოკლედ, მეგობრებო, მოემზადეთ. დღეს ოქტაგონზე უფრო მეტი დრამაა ვიდრე ინდურ სერიალებში. ამ გამოშვებაში ნახავთ, როგორც ცდილობს UFC თეთრი სახლის ქარდიდან ჩვენი ილია თოფურიას ჩუმად ჩამოშორებას, რომ შემთხვევით ამერიკელების იმედი ჯასტინ გეიჯი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში არ დაგვიტოვოს. ასევე გეტყვით, რატომ გადაწყვიტა შონ სტრიკლენდმა ხამზად ჩიმაევის დაპატიჟება და როგორ აპირებენ პუატანი და ტეშეირა მის დახმარებას. აი ნამდვილი ძმაბიჭობა ეს არის. და ბოლოს, არმან სარუკიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიჭი და ტვინი ყოველთვის ერთად არ მოდის. მოკლედ, წინ ნამდვილი საგიჟეთია, არ გადართოთ. მანამდე კი სანამ დავიწყებთ, გამოიწერეთ არხი ან ერთი ლაიქი მაინც შემოგვიგდეთ. თქვენთვის ერთი წამია, ჩვენთვის კი мотиваცია, რომ უფრო მეტი ცხელი ამბავი მოგიტანოთ. ილია თოფურიას გარშემა საქმე ძალიან აირია და როგორც ჩანს, თეთრი სახლის ქარდიდან ჩვენი ჩემპიონი შეიძლება საერთოდ ამოვარდეს. ეს თუ სიმართლეა, UFC-მ სერიოზული სისულელე ჩაიდინა. წარმოიდგინეთ, ესპანელი ჟურნალისტი ალვარო კოლმინერო, რომელიც ილიასთან საკმაოდ ახლოსაა, ამბობს, რომ კონტრაქტზე ხელი მოწერილი ჯერ კიდევ არ არის და შანსები ყოველდღიურად იკლებს. აი ეს კაცი თოფურიას ამდებში ყველაზე სანდო წყაროა და თუ ის ამბობს, რომ საქმე ცუდადაა, ესე იგი მართლა გვიჭედავენ. ილია თავადაც იყო ეიდენ როსის სტრიმზე და პირდაპირ თქვა, აზრზე არ ვარ რა ხდებაო. წარმოგიდგენიათ, კაცმა არ იცის, როდის ჩხუბობს, სად ჩხუბობს ან ვისთან. თან ამ დროს დანა ვაითი გამოდის და ამაყად აცხადებს, რომ თეთრი სახლის ყველა ბრძოლა უკვე დაჯავშნილია და ამ კვირაში გამოვაცხადებო. თუ დანას ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს და ილიამ არაფერი იცის, გამოდის, რომ ჩვენი მატადორი ამერიკულ გეგმებში აღარ ზის. რატომ? აქ უკვე პოლიტიკა და ფული ერთვება. ამბობენ, რომ ეს წმინდა ამერიკული ივენთია და ორგანიზატორებს არ აწყობთ, რომ მთავარ ბრძოლაში ვიღაც ესპანელმა ქართველმა ამერიკის სიმბოლო, ჯასტინ გეიჯი სახითი ატაკზე გააკრას. წარმოიდგინეთ სურათი. მთელი ამერიკა უყურებს, თეთრი სახლის ქარდია და ბოლო კადრი, რაც ყველას მეხსიერებაში რჩება, არის გათიშული ამერიკელი ჩემპიონი. ეთყობა დანაზგულმა არ გაუძლო ამ პერსპექტივას. თუ ილია და გეიჯი ამ ქარდზე არ იქნებიან, UFC-ს ორი ვარიანტი რჩება გეიჯისთვის. პირველი და ყველაზე ლოგიკური, არმან სარუკიანი. არმანი პირველი ნომერია, ჩხუბი ეკუთვნის და თან თუ გეიჯი წააგებს, სავარაუდოდ მახრჩობელადი წააგებს და არა ისეთი სასტიკი ნოკაუტით, როგორც თოფურიასთან დაემართებოდა. მაგრამ არის მეორე, აბსოლუტურად გიჟური ვარიანტიც. კონორ მაკგრეგორი გეიჯის წინააღმდეგ. აი ეს იქნებოდა ნამდვილი ცირკი. კონორი ფორმიდანაა ამოვარდნილი, ტრავმირებულია, მაგრამ თეთრი სახლისთვის ხომ იდეალური სათამაშოა. წარმოიდგინეთ, კონორმა რომ მოიგოს, მერე თოფურია მაკგრეგორის ბრძოლა ხომ საერთოდ კოსმოსურ ფულს მოიტანს. ყველა ხომ იმას იძახის, ილია კონორის კლონიაო და აი იქ გამოჩნდებოდა ვინ არის ნამდვილი მეფე. მოკლედ, სიტუაცია ასეთია. ილია თოფურია, რომელიც დღეს ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია, შეიძლება წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ქარდის მიღმა დარჩეს მხოლოდ იმიტომ, რომ მეტისმეტად საშიშია ამერიკელებისთვის. ეს თუ მართლა ასე მოხდა, დანა ვაიტს კლოუნის სტატუსი ნამდვილად დამვიჭვიდობებს. ველოდებით ოფიციალურ ანონსს და ვნახოთ, ეყოფათ თუ არა გამბეჯეობა, რომ ჩვენი ჩემპიონი მთავარ სცენაზე დაუშვან. გავიგე, ყველაფერი ზედმეტი ამოვაგდე. აი მხოლოდ ჩიმაევისა და სტრიკლენდის დაპირისპირებაზე ფოკუსირებული თარო. ტექსტი გაწერილია მაქსიმალურად ვრცლად, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა დიდხანს ილაპარაკოს და აუდიტორიამაც არ მოიწყინოს. ახლა კი გადავიდეთ ნამდვილ ბომბზე, რომელიც საშუალო წონას საზირკვლიანად შეაზანზარებს. შონ სტრიკლენდმა ხამზად ჩიმაევს უპასუხა და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეს ბრძოლა ფურცლიდან პირდაპირ ოქტაგონზე გადაინაცვლებს. ხალხო, დაემზადეთ, რადგან აქ ისეთი ამბები ტრიალებს, რომ თვით სტრიკლენდისნაირი გიჟიც კი აშკარად აღზგნებულია ამ პერსპექტივით. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩიმაევმა სოციალურ ქსელში კოლბი კოვინგტონთან ჩხუბი მოითხოვა, რამაც ბევრს კითხვები გაუჩინა. ფანებმა მაშინვე მიაყარეს კითხვები, ხო არ გაკლია რამე, ტრამვა ხომ არ გაქვს თუ რატომ ითხოვს სხვასო, რაზეც ხამზატმა პირდაპირ და დაუნდობლად მიაჭედა. არა, არანაირი ტრავმა, მე უბრალოდ სტრიკლენდს ველოდებიო. ხო და შონმაც, როგორც ჩვევია, არ დააყოვნა და თავისი საფირმო, ცოტა თავხედური სტილით უპასუხა, ძალიან მალე შევხვდებითო. სტრიკლენდს ისიც კითხეს, თეთრ სახლში ერჩივნა ჩხუბი თუ ცოტა მოგვიანებით, რაზეც ამ კაცმა პირდაპირ თქვა, 5 თვე ჩემთვის ძალიან დიდი დროა, მე ჩხუბი ახლავე მწყურია და რაც შეიძლება მალე მინდა ჩიმაევის ძვლების ლეწვაო. ეს კი ცალსახად იმას ნიშნავს, რომ შონი იდეალურ ფორმაშია, არანაირი დაზიანება არ აწუხებს და ჩეჩენ მგლისთვის კბილებს უკვე გამეტებით ილესავს. თან გაითვალისწინეთ, რომ ხამზატი უკვე ამერიკაშია,
დროს არ კარგავს და ისეთ მებრძოლებთან ერთად ვარჯიშობს, როგორიცაა ხალილ რაუნტრი და ლუკ ჰოლდრეკი. აი აქ კი ყველაზე საინტერესო და ჩვენებური მომენტი იწყება. ჩვენი ლეგენდარული გლოვერ ტეიშეილა და პოატანი ალექს პერეირა სტრიკლენდის დასახმარებლად საგანგებო რეჟიმში ემზადებიან. გლოვერმა თავის პოდკასტში ღიად განაცხადა, თუ ეს ჩხუბი ოფიციალურად ჩაინიშნება, მე და ალექსი შონს გვერდში დაუდგებით და ყველაფერში დავეხმარებით, რადგან მან ადრე ბევრჯერ გაგვიმართა ხელი და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო. ტეიშეირას მიტკიცეთ ჭირა, რომ სტრიკლენდი ჩიმაევს დაამარცხებს. მისი ანალიზით, შონის ვრესტლინგი და დაცვა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ეს ტელევიზორიდან ჩანს. ის ოქტაგონზე ძალიან მშვიდად და რელაქსირებულად მოძრაობს, თითქოს დარბაზში ვარჯიშობდესო და თუ თავის უნიკალურ ბოქს, კარგ ვრესტლინგს შეუხამებს, ხამზაც ისეთი სიურპრიზი ელევა, რასაც მისი კუთხე ნამდვილად ვერ გათვლისო. თუმცა მეორე მხარეც არ სწინავთ. ხალილ რაუნტრიმა, რომელიც პირადად ხედავს ჩიმაევის ვარჯიშებს, თქვა, რომ სტრიკლენდს საერთოდ შანსი არ გააჩნიაო. ხომ ნახეთ, ხამზატმა დრიკუსი დიუპლესი როგორ გასრისა და როგორ არაუნთქა 23 წუთის განმავლობაში. თუ შენ ჩემპიონი ხარ და ელემენტარულად მიწიდან ვერ დგები, ესე იგი შენს ტექნიკაში უზარმაზარი ხრელებიაო. ხალილის აზრით, სტრიკლენდსაც ზუსტად იგივე ბედიელის, ჩიმაევი მას პირველივე წამებიდან დააგდებს და შანს არ მისცემს, რომ თავისი საფირმო სტოიკა გამოიყენოსო. მაგრამ მოდით დავფიქრდეთ, თუ პერეირა და ტეიშეირა მართლა ჩაირევიან სტრიკლენდის მომზადებაში, ხამზაც ჯოხეთი უთინგსიცმუებით დამიდებს. შონი ისედაც ცნობილია თავისი დაუღალავი ენერგიით და იმით, რომ არსად არ იღლება, ხოლო პოატანის რჩევები სტრაიკინგში მას კიდევ უფრო სახიფათოს გახდის. მოკლედ, მეგობრებო, ეს არ არის უბრალოდ ბრძოლა, ეს არის ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს შეჯახება. თქვენ რას ფიქრობთ? შონს მართლა შეუძლია ლოგინის როლში ყოფნას თავი დააღწიოს და ჩიმაევს თავისი თამაში მოახვიოს თავს, თუ ხამზატი მასაც ისევე უშანსოდ დაამარცხებს, როგორც თავის წინამეტეპოებს. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, რადგან ამ დაპირისპინებაზე მთელი MMA სამყარო ლაპარაკობს და თქვენი პროგნოზი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი მეგობრებო, გადავიდეთ თემაზე, რომელიც ნამდვილად აღიშლით ნერვებს. მითხარით გულწრფელად, არსებობს ამ პლანეტაზე უფრო უგუნური, თავზე ხელაღებული და გათამამებული მებრძოლი, ვიდრე არმან სარუკიანია. ზოგჯერ ფიქრობ, რომ ეს კაცი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საჩემპიონო ბრძოლა 2050 წლამდე გადაიდოს. არმანი ისე დიდ შარში გაეხვა და ამჯერად მისი საქციელი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა. წარმოიდგინეთ, ტიპი მილიონერია, საუკეთესო განათლება მიიღო, საუკეთესო პირობებში გაიზარდა, მაგრამ ტვინი საერთოდ არ აქვს. პირდაპირ ვიტყვი, კარზე უფრო ბრიყვია. როგორ შეიძლება ყოველდღე საკუთარი კარიერა ასეთი სისულელეების გამო საფრთხეში ჩააგდო? ახლახან ვრესტლინგის მატჩზე იყო, სადაც ჯორჯო პოლას უპირისპირდებოდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, 5-3 იგებდა, მაგრამ უცებ რაღაც გადაეკეტა. ადგა და მეტოქეს ჯერ ხელი ჰკრა, მერე კი პირდაპირ სახეში მუშტის თხლიშა. რა თქმა უნდა, მსაჯი მაშინვე ჩაერია, მაგრამ იქ ისეთი ამბავი ატყდა, გუნდები ერთმანეთს დაერივნენ. ნამდვილი მასობრივი ჩხუბი დაიწყო. აი, ეს არის პროფესიონალი მებრძოლი, ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის. გაიხსენეთ ჩარლს ოლივეირასთან ბრძოლის წინ ფანს რომ დაარტყა, მხოლოდ იმიტომ, რომ იმან შუა თითი აჩვენა. 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, მაშინ და ჭყუია მაინც ვერ ისწავლა. ან დენ ჰუკერთან დაპირისპირება გაიხსენეთ. ოფიციალურ აწონვებზე თავი ჩაარტყა კაცს. დანა ვაიტს პირდაპირ კითხეს, ამ საქციელმა ხომ არ დააშორა საჩემპიონო ბრძოლასო და დანამაც დაუდასტურა. კი, ასეაო. ახლა კი ყველაზე მთავარი, რა შედეგი მოყვება ამ ბოლო სკანდალს? ეს ივენთი ამერიკაში ჩატარდა და იქაური კომისიები ასეთ რამეებს არ პატიობენ. არმანი რეციდივისტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პირველად 9 თვე მისცეს, ახლა თავისუფლად შეიძლება 1 წლით ჩამოაშორონ ოქტაგონს. ჩვენ აქ მსჯელობდით, რომ წელს ორჯერ მაინც უნდა ეჩხუბა, რეიპინგში დაწინაურებულიყო, ბენედილ დარიუშს ან სხვას შეხვედროდა. მაგრამ ახლა რა? ახლა სახლში იჯდება და საკუთარ სისულელეებს დაითვლის. ზოგს შეიძლება გონია, რომ ასეთი ქუჩური გარჩევები MMA-ს უხდება, მაგრამ სინამდვილეში ეს სპორტს მხოლოდ აზიანებს. სპონსორები გარბიან, როცა ხედავენ, რომ მებრძოლები სპორტსმენების ნაცვლად ბარბაროსებივით იქცევიან. UFC წლებია მუშაობს იმაზე, რომ MMA-მ ბარბაროსობის იმიჯი ჩამოირეცხოს და ნამდვილ სპორტად იქცეს, რომელიც ტელევიზიით ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. არმან სარუკიანი კი თავისი საქციელით ამ ყველაფერს წყალს უყენებს. დანა ვაიტი ბევრ რამეს იტანს, შონ სტრიკლენდის გიჟურ გამოსვლებს, პოლიტიკურ განცხადებებს, მაგრამ ფიზიკურ შეხებას და ბრძოლის გარეთ ჩხუბს ვერ იტანს. სარუკიანი კი ზუსტად ამას აკეთებს. ვინც რას თესავს, იმას იმკისო. ხო და არმანმაც დათესა თავისი სისულელე და ახლა შედეგებსაც მოიმკის. თქვენ რას ფიქრობთ? მართლა ეღირსება ეს კაცი საჩემპიონო ქამარს 2050 წლამდე, თუ მანამდე საერთოდ გააგდებენ ორგანიზაციიდან? დაწერეთ კომენტარებში, რადგან ასეთი უაზრო საქციელი ნამდვილად იმსახურებს თქვენს კურთხევას.